ისრაელის მთავრობის მიერ მოწონებული გეგმა 1967 წლის ომის დროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ულტრაორთოდოქსი იუდეველებისთვის უკანონო დასახლება რამათ შლომოში დამატებით 1600 ბინის აგებას ითვალისწინებს. არაბებს კი ტერიტორიის ნაწილი პალესტინური სახელმწიფოს მომავალი დედაქალაქის საზღვრებში შეჰყავთ. რავალაში პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასთან ერთად მდგომაში ერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ისრაელის მთავრობის მიერ იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში ახალი ბინების აგების გადაწყვეტილების მიღება ნდობა საქარწყლებს, იმ ნდობას, რომელიც შედეგიანი მოლაპარაკებების დაწყებისთვისაა აუცილებელი. ბატონმა აბასმა კი ისრაელს ამ უკანონო მშენებლობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ორი დღის წინ ისრაელის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და პალესტინელთა მიწაზე ათასობით ბინის აშენება დიდ დარტყმას აყენებს გასულ თვეს არაპირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას. ისრაელის მთავრობამ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ბინების აშენების განცხადება ქვეყანაში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობას დაამთხვიეს და ამის გამო ჯო ბაიდენი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს. თუმცა მთავრობამ მშენებლობის შეჩერებას არ აპირებს. უკანონო დასახლებების გაფართოების გადაწყვეტილებამ ბაიდენის ვიზიტის დასაწყისში არსებულ თბილ ატმოსფეროს ჩრდილი მიაყენა, რაც აშკარა გახდა ბაიდენის ისრაელის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან შეხვედრისაც. ვიცე-პრეზიდენტმა ამერიკის წარგზავნილის ჯორჯ მიჩელის შუამდგომლობით არაპირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის გეგმა მოიწონა. ამ გადაწყვეტილებას უკვე წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში შეწყვეტილი მოლაპარაკებების განახლება უნდა გამოეწვია. ებრაული უკანონო დასახლებების მშენებლობა სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ საკითხად რჩება. ისრაელი იერუსალიმის მთელს ტერიტორიას საკუთარ დედაქალაქად აცხადებს და მის აღმოსავლეთ ნაწილში უკანონო მშენებლობებს აგრძელებს. ზაქარია კიკნაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.